ისტორია ახსავსი არის მოულოდნელობებით. ხშირად სრულიად შემთხვევითი მოვლენები ცვლის ამა თუ იმ ქვეყნის სვებეთს, მაგრამ რა სიტყვით თუ გიამბობთ ამბავს, როდესაც შავმა ღორმა შეცვალა მთელი ქვეყნის დიდი საფრანგეთის სამეფოს ისტორიული სლაგეზი მე-12 საუკუნეში. 1121 წლის ოქტომბრის 7-ი საღამო იდგა. საფრანგეთის ახალგაზრდა თანამეფე ფილიპი ცხენს მიაჭენებდა. იგი ქალაქ პარიზის დატოვებას ლამობდა. რა იყო იმ დროს პარიზი? პარიზი იმ დროს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო, თუმცა მისი სიდიდე იმაში გამოიხატებოდა, რომ აქ 15000 ადამიანი ცხოვრობდა. სულ რაღაც 15000. ეს დღევანდელ თელავზეც კი პატარაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინდელ მსოფლიოში ბევრად უფრო მცირე მოსახლეობა იყო. რა თქმა უნდა, პარიზში იყო გაცხოველებული სავაჭრო ადგილებიც და იყო სანახევროდ სოფლური ზონებიც. აი სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადგილის გავლისას ფილიპის ცხენს წინ გადაურბინა შავმა ღორმა. ღორმა დააბნია ცხენი. იგი წაბორძიკდა და მხედარი მოისროლა, რაც ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა. ფილიპი ქვას მიენარცხა, ხოლო შემდგომ დაბნეულმა ცხენმა იგი გადათელა კიდეც. ფილიპმა საშინელი ტრამვები მიიღო და მეორე დღის დილამდე იტანჯა. შემდგომ კი სული დალია. ამით საფრანგეთის ისტორია შეიცვალა. ტახტი დაიკავა ფილიპის უმცროსმა ძმამ, ლუიმ, რომელიც აქამდე მხოლოდ სასულიერო კარიერისთვის ემზადებოდა. იგი საფრანგეთის პირველი ჯვაროსანი მეფე გახდა. რაც შეეხება შავ ღორს, იგი ისევე გაქრა, როგორც გაჩნდა, სრულიად არსაიდან და მოულოდნელად.